რუსთავის მერიამ პროექტის მართე შენი ქალაქის მე-9 ეტაპი დაიწყო. პროექტი რუსთაველი ახალგაზრდების მუნიციპალიტეტის მუშაობაში ჩართვის და დასაქმების მიზნით ხორციელდება. პროექტის მე-9 ეტაპის მონაწილეებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა. მართე შენი ქალაქის სტუდენტური სტაჟირების პროგრამაში ჩართვა ონლაინ რეგისტრაციით ხდება და მერის სხვადასხვა სამსახურში სტაჟირების პროცესი ერთი თვის განმავლობაში გრძელდება. ამ მომენტისათვის რუსთავის მერიაში პროექტის სხვადასხვა ეტაპის მონაწილე 30-ზე მეტი ახალგაზრდაა დასაქმებული. რუსთავის მერია ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით რამდენიმე პროექტს ახორციელებს 2022 წლიდან დღემდე სწავლის დაფინანსების პროგრამით 10,000-მა რუსთაველმა სტუდენტმა ისარგებლა. 1,500 წარმატებული რუსთაველი ახალგაზრდა სპორტსმენი ყოველთვიურად სარგებლობს სტიპენდიის პროგრამით. სახელოვნებო განათლება კი 1,400 რუსთაველ ბავშვს უფინანსდება. პროექტი მართე შენი ქალაქი არის ერთ-ერთი წარმატებული ახალგაზრდებისთვის, არა მხოლოდ საინფორმაციო ნაწილში და ამ პროექტის ფარგლებში რა თქმა უნდა ვაძლევთ ინფორმაციას მუნიციპალური სამსახურების საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე დასაქმების მიმართულებით მათ აქვთ შესაძლებლობა გააგრძელონ მუშაობა მერის იმ სამსახურში, რომელსაც შეესადაგება მათი პროფესია. პროგრამის შესახებ ინფორმაცია გავიგე სოციმედიიდან, ინსტაგრამიდან კონკრეტულად, დავინახე რომ იყო ფორმაში სავსები. Შემდეგ მომიყვებით ტრადიციულად იყო გასაუბრების ეტაპი გავიარეთ, რამაც კიდევ უფრო მეტად დამაინტერესა თვითონ სამსახურის სპეციფიკაში და რაც შეეხება მოლოდინები არის ჩემი მხრიდან მაგალითად დიდი უფრო მეტი გამოცდილებები შეძენა, რა თქმა უნდა ახალი კონტაქტები შეძენა და ხალხის გაცნობა და შემდგომ უკვე საბედნიეროდ და საომრად იმედი მაქვს დასაქმება რომელიმე სამსახურში.